რწყვის სეზონის აქტიურ ფაზაში შესვლასთან დაკავშირებით საქართველოს მელიორაცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. რეგიონებში შეიქმნა საკოორდინაციო შტაბები, რომელიც კოორდინაციას გაუწევს რწყვის პროცესს. შტაბებში თავს მოიყრის სრული ინფორმაცია, რომლის დამუშავებისა და ანალიზის შემდეგ ოპერატიულად გადაწყდება სარწყავი წყლის განაწილებისა და მისი ეფექტიანი მოხმარების საკითხები. მნიშვნელოვნად გაძლიერდება მონიტორინგის სისტემა, რომელიც სარწყავი წყლის უკანონო მოხმარების გამოვლენას უფრო ოპერატიულს და ეფექტურს გახდის. ფუნქციონირებს ხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს საშუალება ეძლევა დამატებითი ინფორმაცია მიიღოს რწყვის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. რწყვის პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა და შესაბამისად კომპანია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაერთო. 2017 წლის სარწყავი სეზონის წარმატებით ჩასატარებლად შეიქმნა რეგიონალური შტაბები, რომელთა მიზანია ოპერატიულად გადაწყვეტონ რწყვასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. რწყვის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით სამხარეო ადმინისტრაციასა და საქართველოს მელიორაციის შორის შეხვედრა, სადაც განხილული იქნა შექმნილი შტაბების მუშაობის მიმდინარეობა.